შეხვედრა, რომელიც პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების თანდასწრებით პრეზიდენტთან დაახლოებით 3 საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, დასრულებულია. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს შეხვედრა იყო ნაყოფიერი და სამუშაო ხასიათის. პრეზიდენტს გააცნეს თავიანთი ხედვა, თუ როგორ ხედავენ ისინი იმ კონსტიტუციურ, საკანონმდებლო თუ საპროტესტო გზებით იმ ხერხებს, რითაც მათ ხელისუფლება უნდა აიძულონ, რომ მიიყვანონ ახალ არჩევნებამდე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დეტალებზე, ამ შეხვედრის დეტალებზე კაფიოდ მედიასთან არ საუბრობენ, მათი განცხადებით ეს იყო მორიგის სამუშაო შეხვედრა, რომელზეც არ იყო გარანტია, რომ აბსოლუტურად ყველა საკითხზე მოხდებოდა შეთანხმება. მათი განცხადებით კონსულტაციები გაგრძელდება ხვალაც და სავარაუდოდ დღის ბოლოსათვის ისინი აპირებენ, რომ ამ გეგმის შესახებ უფრო მეტი დეტალი გააცნონ საზოგადოებას. საბოლოო ჯამში კი პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თავისი მოქმედებების და ნაბიჯების შესახებ. ცალკეული პოლიტიკოსები, მაგალითად კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საუბრობდა, რომ პრეზიდენტს აქვს გარკვეული გზები და საშუალებები კონსტიტუციურად და ბერკეტები, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები, თუმცა მას მეტი დეტალი არ უთქვამს, თუ რა კონკრეტულ კონსტიტუციურ გზებზე არის საუბარი და ასევე სხვა იმ მეთოდებზე, რაც მათ განიხილეს ამ დახურულ შეხვედრაზე. თუმცა პოლიტიკოსები ცალსახად აცხადებენ, რომ მასობრივი პროტესტი და დაუმორჩილებლობა უნდა გაგრძელდეს, რათა ხელისუფლება იძულებული გახდეს საბოლოო ჯამში, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებები. ბევრ სიახლეს განსაკუთრებით ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ იმაზე ვთანხმდებით, რომ რაღაცა პრინციპული საკითხები უნდა იყოს შეთანხმებული იმისთვის, რომ ქვეყანა 1-29-მდე თუ იმ შემთხვევაში თუ კეთილგონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება და მოლაპარაკებებზე და დაიწყებს ამაზე, ჩვენ უნდა გზად გქონდეს ის ჩვენი ხედვები, რომელიც არის კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის. თუმცა არის ასევე ის, რომ მოლოდინი არავის არ გვაქვს, რომ რეალურად ამ კეთილგონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება, ამიტომაც ჩვენ უნდა ვიყოთ გზად იმისთვის, რომ ამ შემდეგ 29-ის მერეც უნდა გქონდეს კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ გზად იმ გაღრმავებული კრიზისისთვის, რომელიც არის მოსალოდნელი. ქონდა ძალიან სასარგებლო, კარგი საუბარი იმას დაკავშირებით, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რა პირობებში, იმისათვის, რომ გამოირიცხოს ის უმსგავსობები, რაც ჩვენ ვიხილეთ 26 ოქტომბერს. ამავდროულად ვსჯელოთ პრეზიდენტთან ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ იყოს უზრუნველყოფილი ახალი არჩევნები. პრეზიდენტმა განაცხადა მზაობა დიალოგისთვის ბიძინა ივანიშვილთან, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ, მან განაცხადა მზაობა ამ დიალოგისთვის ის მზად არის ეხლაც იმისათვის, რომ მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ რა გარემოში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომ ამას კონდეს დობა საზოგადოებისგან და აქ ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეული გვაქვს, თუ რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ნორმალურად ჩატარდეს არჩევნები. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საკონსტიტუციო ჩარჩოდან გასულია ხელისუფლება და საკონსტიტუციო ჩარჩოში ამ ყველაფერს მხოლოდ ახალი არჩევნები დააბრუნებს, მეტი არაფერი. პოლიტპატიმრები გასათავისუფლებელია, რაც შეიძლება სწრაფად. რაც შეეხება მექანიზმს, ორგანიზაციულ მექანიზმზეც ვისაუბრეთ, 29-მდე თუ 29-ის შემდგომ რა ორგანიზაციული მექანიზმი უნდა იყოს, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად წარმართავს პოლიტიკურ საზოგადოებრივ პროცესს საქართველოში. ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ სამართლებრივ კრიზისში და ეს კრიზისი არის აუცილებლად გადასაჭრელი. წინა შეხვედრაზე პრეზიდენტმა სხვადასხვა მხარეებს სთხოვა სხვადასხვა, ასე ვთქვათ, დახმარება, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ადვოკატირება იქნება თუ სამართლებრივი, ასე ვთქვათ, მომზადება თუ კი მოხდება ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნა. სამოქალაქო ორგანიზაციებთან და განსაკუთრებით არჩევნებზე ვინც მუშაობ, ჩვენ გათხოვნა იყო, რომ როგორ წარმოგვიდგენია ახალი არჩევნები, რა გზები არის იმისათვის,
რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ამიტომ ჩვენ დღეს სამოქალაქო ორგანიზაციებმა ერთობლივი ხედვა წარმოვადგინეთ, როგორ შეიძლება კრიზისის გადაჭრა ამ ნაწილში სამართლებრივი გზები რა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და ეს წარმოვადგინეთ. პოლიტიკოსებსაც აქვს თავისი ხედვა, რომელიც არის მათი მხრიდან წარმოდგენილი, ჩვენი ხედვა იყო ამ ყველაფერზე მსჯელობა. მაყურებელმა უკვე მოისმინა პრეზიდენტთან შეხვედრის მონაწილეთა განცხადებები, რომლებაც არ ისაუბრეს ამ შეხვედრაზე განხილული საკითხების კონკრეტულ დეტალებზე, თუმცა აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების მიღწევა იქნება კოორდინირებული ქმედებების შედეგი. ამ კოორდინირებულ ქმედებებში ისინი საუბრობენ ოპოზიციური ფლანგის მყარ პოზიციაზე, ასევე პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ ნაბიჯებზე, ასევე სამოქალაქო უწყვეტ პროტესტზე და საერთაშორისო ზეწოლაზე. როგორც უკვე თქვი, შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლების და კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება და ალბათ ხვალ დღის ბოლოსთვის სავარაუდოდ უფრო მეტს გავიგებთ ჩვენც მედიაც და საზოგადოება მათი შეხვედრების დეტალების შესახებ.